რა ხდება მეტრიკებს იქით. შეიძლება თქვენ დადოთ რაღაც კონტენტი, მაგრამ ამ კონტენტს რო დადებთ არ გქონდეთ ბევრი ნახვა, საერთოდ რეაქციები არ იყოს მის მიმართ, მაგრამ მიიღოთ დიდი შედეგი. Dark Social-ი არ არის არც dark web-ი, არც dark magic-ი არ არის. ეს არის პრივატული ანალიტიკა, რაც ნიშნავს, რომ მე შეიძლება რაღაც კონტენტი ვნახო და გავაზიარო საერთოდ შატში. ჩემ უფროსს ჩაუგდო, ჩემს მეგობრებს ჩაუგდო, არ დავტოვო რეაქცია საერთოდ, მაგრამ რეალურად შედეგი იყოს. ანალიტიკა გვაჩვენებს კი, რომ რა არის, რა მოხდა დაახლოებით. ინტუიცია გვეუბნება თუ რატომ. პატარა ტესტები უნდა ჩავატაროთ და პატარა ტესტებში რა იგულისხმება. ვიდეოში მაგალითად უნდა ვთქვათ, რომ გაუზიარე შენს მეგობარს. შენი მეგობარი რას იფიქრებდა? ჩვენ გვიყვანს ერთმანეთის კომენტარებში დათაგვა და ტრენდი წამოვიდა, რომ მეგობრები ერთმანეთს rilებს უგზავნიან და აკვირდებიან ერთმანეთის რეაქციებს. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ რაღაც უნდა გავზომოთ, მაგრამ ხანდახან გაზომვის გარეშე ბუნებრივ სიგნალებსაც უნდა დავაკვირდეთ. წინამდეგ შემთხვევაში უკვე თანამედროვე ციფრულ მარკეტინგში ფიზიკურად ვერ გაკაჩო.